აბა თქვენ როგორ მოხდით? ირანთანაც ჩვენ მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. 10 უკვე. ცოტა ომიც ხონდა, მაგრამ მეგობრული. 10 უკვე. 10 უკვე, 10 უკვე. გამოგხედე რას ამბობდი, მაგრამ 10 უკვე. 10 უკვე რამდენი წლის წინ წავიდა ძალიან უკანა გადააყენა. უკვე ხო ახლა ის ისტორიას თავი დავანებოთ. ის წინ თუ წავედი გამძალდით და გამძალდით მაშინ. თან მეგობრული. 10 უკვე, მე ხო სწორად დროულად ვთქვი. აბა რა თქმა უნდა. კი ბატონო. აბა მოკეთ თავიდან ჩვენ ჩამოვეთ მე და ჩემი სამოგზაუროდ ან ჯერ თურქეთში მივდივით მე გადავწყვიტე საქართველოს თქვენ სარიცოდით საქართველოს შესახებ ეცოდინებოდა დარწმუნებული სკოლაში მე ანუ სკოლაში ვსწავლობდი რაღაცებს თან კიდევ ირანში ხო არიან ქართველები ფერეიდანში დიახ ფერეიდანშიც და სხვათა შორის ჩემ ქალაქთან ახლოს არის ერთი სოფელი რო ქართველები ცხოვრობენ რა ქალაქია გურჯი მაჰალე როგორ? გურჯი მაჰალე. გურჯი მაჰალე. ანუ ქართველების ადგილი. ქართველების ადგილი. რა მაგარია. რაღაც სოფელი არის. ანუ იქედანაც ბევრი მეგობარი ყავდა, ანუ ჩემ მშობლებს ყავდათ და სულ მაინტერესებდა ეს გურჯი მაჰალე, ანუ გურჯი რასთან არის კავშირში და არის თუ არა კავშირში იმ ქვეყანასთან. მე ვეძებ ან რაღაცები წავიკითხე და გავიგე, აი რაც მოხდა ისტორიაში. ну არავინ არის კმაყოფილი რომ აი რაც წარსულზეც იყო კი ბატონო, მაგრამ დღევანდელობაში უნდა ვიცხოვროთ ჩვენ და უნდა შევხედოთ ეხლა რა ხდება და ასე ვთქვათ, ჩვენი მომავალი გავამჯობესოთ. და ვიმეგობროთ. დიახ. და ნუ თავიდან ესე ჩამოვედით, ძალიან მოგვეწონა აქაურობა. აი, ბუნება, აი, ძალიან მაგარი ბუნება იყო, აი, ვერც ვიცი, სიტყვებით ვერ გამოვხატავ, როგორ მოგვეწონა და ესეთი თბილისი ვნახეთ პირველი, ესეთი ლამაზი ქალაქი, ესეთი თბილი ხალხი შეგვხვდა, რა ვიცი, თავიდანვე ვისაც ხვდებოდით, თუნდაც ტაქსში ან მაღაზიაში რომ მივდიოდით, ისე თბილად გველაპარაკებოდნენ, ისე, რავი, კარგები იყვნენ, რომ, რავი, ძალიან მოგვეწონა აქაურობა. მე პირადად ძალიან მოგვეწონა. და მე ასე გადავწყვიტეთ რომ აქ ჩამოვიდეთ და აქ გავაგზავნო სწავლა მე. მაგ დროს 12 წელს. როგორ უნდა მოიხიბლო ადამიანი, როგორ უნდა გინდოდეს, რომ წამოხვიდე, გადმოცხოვრდე, რაღაცა დატოვო შენი კუთხე, ჩემთვის წარმოუდგენელია, წავიდე ახლა დავტოვო და სადღაც ვიცხოვრო. 12 წლის ვიყავი, ახლა ვარ 19 წლის. და სად სწავლობ ახლა? ეხლა აბიტურიენტი ვარ, ვემზადები ეროვნული გამოცდებისთვის. მაგრამ მაგ დროს როცა ჩამოვედი, ანუ ბევრი მეუბნებოდა, რომ ინგლისურ სკოლაში იარე, მარტივად შეხვალ და გააგზავნებ. მაგრამ ჩვენ ესე გადავწყვიტეთ, რომ 1 წელი სკოლის მაგირად, მხოლოდ ენა ვისწავლო, ქართული ვისწავლო, იმიტომ რომ საქართველოში ვცხოვრობთ და აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ქართული ენა. ბრავო შენს პედაგოგს. ხშირად მეკითხებიან, რომ გიყვართ თუ არა ქართული ღვინო და ასე შემდეგ. ან მეგობრებთან როცა გავდივართ და ეკითხებიან გიყვართ თუ არა და მე ამას ამბობ რომ არ უნდა არსებობდეს ესეთი ადამიანი რომელსაც არ უყვარს ქართული ღვინო რა ყველას უნდა უყვარდეს და ვისაც არ უყვარს ჯობია არ არსებობდეს არი არსებობს უკეთესი ვინა სად არსებობს არ არსებობს თუ ქართული ღვინო უძველესია აქ გამოიგონეს